ქართველების და აფხაზების ერთიანობა მომავლისთვის არის გარდაუვალი. არის საკითხები, რომელშიც ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ეს ისტორიული წარსული რაც ქონდა და პოზიტივები რაც ქონდა, ერთად უნდა მივუტანოთ ჩვენ მომავალ თაობებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ აი ამ ვითარებაში ქართული ენის სწავლების საშუალება არ აქვთ ბავშვებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ საშუალებების და გზებს, როგორმე ბავშვებმა ისწავლონ ქართული ენა, თავისი მშობლიური ენა. ეს არანაირად არ შეესაბამება, არ უხდება და მომავლისთვის პრაგმატულადაც ძალიან ცუდია იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ააშენონ. ამ თემაზე იყო საუბარი. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ღონისძიებებია დასაგეგმი იმისათვის, რათა აი მოლაპარაკების გზით, აქ დარწმუნების გზით მივახციოთ იმას, რომ არც ტერორის ქვეშ იყვნენ ჩვენი მოსახლეობა, ქართველები, გალის რაიონში და პოლიტიკური სხვაობების მიუხედავად მოვძებნოთ შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ ისე, რასაც ქვია მომავლის საერთო მომავლის შენობა. მშობლიურ ენაზე განათლების პრობლემა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს პრობლემა აი წლების განმავლობაში კი არ გვარდება, არამედ სულ უფრო და უფრო მწვავდება. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აი ეს უბედურება, ის ტრაგედია შეიძლება ითქვას, რასაც ოკუპანტი გვიმზადებს გალის რაიონში. იყო ძალიან საინტერესო წინადადებები, ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდის მერე შევიკრიბებით და გარკვეული პროგრამა ალბათ ჩამოყალიბდება, სამუშაო პროგრამა. იქნება სასაუბრო აფხაზურ მხარესთანაც, რაღაცები იქნება შესათანხმებელი, აუცილებელია ეს შეთანხმება, რომ არ მოხდეს ჩვენ შორის სრული გაუცხოება, საიდკენაც ოკუპანტები გვიბიძგებენ. ამ პროცესში ჩართულია ყველა, დიდი, პატარა, ჟენევის პროცესი, UNICEF-ი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ სამწუხაროდ საკითხი ვერ დაარწდება. ვფიქრობ და ამაზეც იყო დღეს საუბარი, რომ სიტუაციის განსამოხტავა და რეალური შედეგის მისაღებად საჭიროა თქვა ყველა კომპონენტის ჩართვა, მათ შორის იქ არსებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების კომპონენტის ჩართვა, იმიტომ რომ მოლაპარაკების პროცესის გარეშე შედეგი ხო არ აქვს. ამიტომ ყველა ნიუანსი უნდა იყოს გათვალისწინებული ის საპილოტო პროექტი, რომელზედაც საუბრობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და რომლის თაობაზე დღეს პრაქტიკულად ხარდაჭერა გამოითქვა, მაგრამ იმ დიდ კომპონენტში ჩართვა, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროს ახლებური მიდგომა იქ არსებული სწავლების ხარისხისადმი, სისტემისადმი ჩართვა ქვია, აი ამაზე მივიღეთ მოლაპარაკებ და ძალიან კარგია რეალური შედეგი, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მე ვფიქრობ, რომ სადღაც ერთ-თვენახევარში ჩვენ შეგვიძლია დავდოთ კონკრეტული სამოქმედო პროგრამა, რომელიც გახდება რაღაც გარღვევა თქვათ შექმნილი ჩიხიდან ვიხსნათ ქართული ენა იმ კატასტროფული მდგომარეობიდან, რომელსაც ის იმყოფება დღეს იმ ტერიტორიაზე. ძალიან კონკრეტული თემები დაისახა და ჩვენ პირადად სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად უკვე უნდა მოვამზადოთ ეს თემები, ალბათ საკომიტეტო სხდომისთვის და იმედი მაქვს, რომ აი ის კიდე უფრო კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს და რაღაც თემებს წინ წავწყებთ და უფრო მეტად დავეხმარებით ჩვენს ბავშვებს, მოსწავლეებს. რათა შეძლონ განათლების მიღება, შეძლონ ქართულ ენაზე განათლების მიღება, შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება, როგორ იქნება ეს დაუშვათ დისტანციური სწავლების რაღაც პლატფორმის დახმარებით. მოკლედ ბევრი იდეა, ბევრი ძალიან საინტერესო იდეაა და ახლა ხდება ამ იდეების თავმოყრა და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთ კარგ კონკრეტულ საქმეში გადაიზრდება.